არა, ჯერ გამოჩნდა ტყვიები გამოჩნდა. ანუ წუთში უკვე შეგრო 20 ტყვია გაგესულა ერთ კაცს. ამიტომ ეგეთი ფორმაციაში დადგმობდი ერთად შეტევა შანსი არ იყო. მე არ იყო რთული იყო რომ დამიზნება გაიზარდა. ანუ თოფის სიზუსტე გაიზარდა. ამიტომაც ეგ ამბავი მოკვდა, მაგრამ სანამ ეგ მოხდება და სანამ ტყვები გამოვა, მთელი მსოფლიო ომობდა ესეთი ფორმაციით, ანუ წყობში დგებოდნენ და მეორე მსოფლიოში გამარჯვება იყო, არა, მეორე მსოფლიოზე ჯერ არ ვილაპარაკ. გამოსულიყო თუ რა? ტყვები. ვერ გავიგე. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო, ხო, გამოსული ტყვები? პირველ მსოფლიო ომის დროსაც იყო გამოსული. მაგაზე მე სხვა იმაზე ვილაპარაკოთ, როცა მანდამდე მივხვდი. ამიტომ იყო ართმეტიკა, ოფიცერი თვლიდა რომ მიდიოდით შეტევა, ანუ თან ამ სროლის დროს მიდიოდა მთელი წყობრი მიდიოდა რაღაცამდე მოწინააღმდეგე მე გარდაუვალი იყო ხიშტით უკვე ბრძოლაში ხელჩართული ჩავმა. ანუ ვისაც თოფი ჰქონდა, იმას ჰქონდა ხმალიც. წინასა სროლა მიდიოდა, მე ახლო მიდიოდნენ და მე მიდიოდა ხიშტებით ომი და ხანჯლებით, ოფიცრის დამბაჩებიც აქონდათ, ან რაღაც ეგეთი ამბები. გაიგე ბატონო დავით. და მე უკვე გამოჩნდა ტყვიები. ტყვიებმა მოიტანა ტყვიამრქვევი. ტყვიამრქვევი შეექმნა მე ავტომატური შაშხანა. მოკლედ მაგაზე მე ვილაპარაკოთ. დღეს ამას იქით მეგობრებო, იცით რატო იყო ესე დალაგებული და მიდიოდნენ ერთმანეთს ეცოდნენ. კინო არის მელ გიბსონი თამაშობს, ქვია პატრიოტი. აი ეგ ფილმი შეგიძლია ნახოთ, იქ არის ძალიან მაგრა ინგლისელები ამერიკელ აჯანყებულებს ეომებიან და როგორ დგანან ფორმაციაში, როგორ ისვრიან და მე შეტევაზე გადადიან, მე ხმლები და ეს როგორ ერთობა. კიდე ნაპოლეონის ომები შეგიძლია ნახოთ, რა ვიცი. ომი და მშვიდობა შეგიძლიათ კინო ნახოთ, უცებრად მაგონდება იმას ვიძახიან, რა მომიწვევ. მაგ დროინდელი ომები შეგიძლიათ ნახოთ და ნახავთ უკვე თვალნათლივ როგორ დგებოდნენ და როგორ იბრძოდნენ. ასე რომ დღეს ამას იქით იცით რომ ისინი შტერები არ იყვნენ, არ და ბავშვი რო ვიყავ, მეგონა შტერები იყვნენ და რატო არ აწვევდნენ და ტყვიას რატო არ ერიდე. აი მაგიტომაც არ ერიდებოდნენ. იქ დაწექი და მოერიდე, ჩათვალე წამოვიდა ცხენოსანი შეტევა და გადაგთელა და ომი წააგეთ. სულ ყველას დაუნდობლად ამოხოცავდნენ ბატონო დავით. ამითი გამოგემშვიდობით, კარგად ბრძანდებოდეთ შემდეგ ვიდეომდე. თქვენი აზრით დაწერეთ ესეთი ხასიათის იმაზე ვიდეოებზე. იმიტომ რომ მინდა რომ საგანმანათლებლო იყოს და ბავშვებს აყურებინეთ, იმიტომ რომ ბავშვებმა იცოდნენ. სამწუხაროდ ბატონო დავით თამაშებში ხართ გადავარდნილ და არაფერს არ აკითხულობთ.